ვიდრე არჩევნები ჩატარდება, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ოქტომბერში არის თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ აი პაატა ბურჭულაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მთელი ოპოზიცია მოეწონა ეს იდეა, რომ ტელეფონებით უნდა ჩატარდეს არჩევნები. იავნანას ანგარისი ხო უნდა დარეკო კიდე და რა ეღირება დახა და ალბათ ბურჭულაძე ჩაურჩა. როგორ უყურებთ? აი მაგალითად კარგი არისო, თქვათ, თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი იყო, რომ ტელეფონი ისე თქვა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მაგალითად პირდაპირ ტელეფონები არ მომწონს ბატონი დავით ნებირიძე ამბობს, მაგრამ იდეა მოწონს საერთოდ რომ უნდა ჩაატაროს არჩევნები. აი თქვენ როგორ ხელისუფლება როგორ უყურებს ამ იდეას? ჩვენ უყურებთ ძალიან დადებითად, კარგი იქნება, ალბათ ტელეფონის ნომერი ბურჭულაძესთან უნდა დაირეკოს, კარგი იქნება თუ დაუშვათ ახალის ნომერი ზარი 4 ლარი ეღირება, ლელო ზარი 9 ლარი, ნაცების 5 ლარი და ასე შემდეგ. ხო, რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით ეხა ეს ხო წარმოუდგენელი ამბავი პრეზიდენტი ვყავსო, ვადაგასულ სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობენ. ცესკოს ალბათ ხათუნო გოგორიშვილს მოიყვანენ იმას ჩაატარებინებენ არჩევნებს. არ ვიცი, ეს ხო სასაცილოც აღარ არის. 6 თვე გავიდა და დღეს თქვენ ნახეთ მათ შორის. შალო ბაბუაშვილის პოსტი ამასთან მიმართებაში 6 თვე გავიდა არჩევნებისგან და ერთი მტკიცებულება. უამრავ მტკიცებულებაზე ლაპარაკობენ, მეუბნები უამრავი არ გვინდა, რომ დავზოგოთ ერთი მტკიცებულება მოიტანეთ, გვაჩვენეთ, რასაკეთებდა თქვენი 25000 კომისიის წევრი მაშინ მთელი დღე. რატო არ ამიხმარ ამოიღეთ? რასაკეთებდა 25000 დამკვირვებელი, 2000 საერთაშორისო დამკვირვებელი, რას ულოცავდით ერთმანეთს შამპანურები რო გახსნეს და მიულოცეს, გახსოვთ თქვენ გამარჯვება და გამოგვაცხადეს დამარცხებულება. ანუ მთელი დღე 12 საათის განმავლობაში რაღაცა ხდებოდა, ამგენო ვერაფერი ვერ გაიგეს და მას მერე გაიგეს და დაიწყეს ძებნა მტკიცებულებების და 6 თვე ეძებენ და ვერ იპოვეს, რაც გაიგესო დამარცხდნენ. რაც შეეხება იმას, რასაც ამბობენ, ასე ვთქვათ, გაჟონვას, ხო? და ეგ რაღაცა ტოპტვინები ყავდათ და ვიღაცები იცით თქვენ, ნებისმიერი აი თქვენ რაც გიჭირავთ ეხლა ხელში მონიშნული რო აჩვენოთ საზოგადოებას დაამობეჭდილი, უკიდანაც შეიძლება რაღაცა გამოჩნდეს, ხო, იმიტომ რომ ასეთი ეს გაღალდი. ასეთი რომ არის და რომ შეიძლებოდა ფარულობა დარღვეულიყო, იმიტომაც შემოვიღეთ ჩვენ სპეციალური კონვერტორი, კი არ გვეხალისებოდა. და მითხრან ერთი კადრი თუ არსებობს, ან ერთი დოკუმენტი და სადაც გამოჩნდებოდა ვინ ვის მიცახმა. რა კადრებსაც აფრიალებენ, ხო, მე მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს და შევახსენო, თქვენ იცით რომ მე ხელით ითვლებოდა მაინც ბიულეტენები, ის უბრალოდ წინახვით არ იყო წინასწარი შედეგები და მე როდესაც კანონით წერია, რომ წინა მხარეც და უკანა მხარეც კომისიამ უნდა აჩვენოს თვლელმა კომისიასა და დაინტერესებულ მხარებს, რომ ნამდვილად ესა და ესა და პარტია იყო გაფერადებული და მე გადადებდნენ დასაცვლავად, იმის კადრებზე ლაპარაკობენ 2 და 3 საათის მერე უკვე დარჩენილი არჩევნებია. ასე რომ თუ მოემზადებიან საარჩევნო კამპანიისთვის და კონკრეტული ვადები დაასახელა საარჩევნო ადმინისტრაციამ, მათ შორის ახალი პარტიების 14 ივლისამდე არის ვადა, 57 დღემდე ფაქტურად არჩევნები როცა დაინიშნება, უკვე შეეძლებათ, ოღონდ ყაველაშვილი რო დანიშნოს, მაგათი ვადაგასული პრეზიდენტი კი არა, საქართველოს პრეზიდენტი რომ დანიშნავს ამ არჩევნებს, თუ მიიღებენ მონაწილეობა, ჩვენო გამოწვევის მზათა ვართ. თუ არ მიიღებენ, არც ეს გვიცვლის ჩვენ არაფერ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი თვითმმართველობა, თქვენ იცით რომ საკანონმდებლო დონეზე, სამინისტროს დონეზე, დაფინანსების დონეზე, მათ შორის სტრატეგიის დონეზე, დეცენტრალიზაციის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თვითმმართველობა იყოს ნამდვილად ძლიერი, დამოუკიდებელი და ყველა მოქალაქე მიძღოს აგზილზე ხელისუფლების